სუმიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ამდენი ხანი ზელენსკიმ იმიტომ არ მოახდინა, რომ მერე პიარი გაეკეთებინა და ეთქვა. აი ნახეთ რუსეთი როგორი ცუდი, სასტიკი და დაუნდობელია. ბოროტად და ჯოჯოხეთურად წარმოსახულ მომავალში დაპყრობილი უკრაინის რადაში შექმნილი ზელენსკის დროინდელი დანაშაულებების შემსწავლელი კომისიის ხდომაზე ასეთ კომენტარს გააკეთებდა ვინმე იქაური წულუკიანი. მართლმადიდებელმა რუსეთმა ქრისტიანულ მსოფლიოს იერუსალიმში მაცხოვრის შესვლის ზეიმი ბზობის დღესასწაული ბალისტიკური რაკეტებით მიულოცა. ამ იარაღით შეტევის ბრძანების უშუალო გამცემი უეჭველად პროტოკოლით პრეზიდენტი პუტინია. მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტისა და ტერორისტული სახელმწიფოს ყველა გულშემატკივარის და ხელშემწყობისთვის, რა თქმა უნდა, პუტინის თამადობით, ჯოჯოხეთის კარი ფართოდაა გაღებული. მათ მიერ კაცობრიობისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საზღაურად. ამ წუთისთვის 32-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვის სუმში, სადაც მოსკოვმა იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა. დაღუპულებს შორის 2 ბავშვია. ბოლო მონაცემებით დაშავდა სულმცირე 99 ადამიანი. მძიმედაა დაჭრილი 10 არასრულწლოვანი. ბზობის დღესასწაულზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დარტყმების სუმის ცენტრზე ისკანდერის ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს. ზელენსკი მომხდარ ტრაგედიას დილითვე გამოეხმაურა. ეს ხდება იმ დღეს, როდესაც ხალხი ეკლესიაში მიდიოდა. ბზობის კვირას უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე. მხოლოდ ნაძირალას სხვა თარგმანში არის სიტყვა ნაბიჯვარ შეუძლია ასე მოქცევა. მსოფლიოსგან ძლიერი პასუხია საჭირო, წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში. სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსებმა დარტყმები ხალხმრავალ ქუჩაზე სპეციალურად მიიტანეს. ეს სუმის ცენტრია. და რაც შეეხება გამოხმაურებებს, არ დარჩენილა მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერი, რომელსაც კაცრად არ დაეგმო და სამძიმარე არ გამოეხატა უკრაინელებისადმი. გადაცემის დაწყებამდე მე კიდევ ერთხელ გადავამოწმე, შეგიძლიათ თქვენს გადაამოწმოთ საქართველოს მთავრობის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, თვით ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ყაველაშვილის გვერდები არსად არც ერთი სიტყვა, არც სამძიმრის და მით უმეტეს, რა თქმა უნდა, უცხო ძალის, რუსეთის და პუტინის დაგმობის. ბზობის დღეს რუსეთის ძალების მიერ მშვიდობიან მოქალაქეებზე მიტანილი იერიში ყოველგვარ ზნეობრივ ზღვარს ხდება. ეს უკვე პრეზიდენტ ტრამპის სპეცსარუმადგენლის სიტყვებია უკრაინაში კელოგის. უამრავი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული და დაჭრილი. როგორც ყოფილ სამხედრო ლიდერს, მე ვიცი როგორ ხდება დამიზნება და ეს არასწორია. ამიტომ მუშაობს პრეზიდენტი ტრამპი აქტიურად ამ ომის დასასრულებლად, წერს უკრაინაში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი გენერალი კიტ კელოგი. აღსანიშნავია, რომ გუშინ წინ პუტინი სანქტ-პეტერბურგში სპეცსარუმადგენელ ვიტკოფს შეხვდა. შედეგებზე თითქმის არაფერი თქმულა და მხოლოდ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის თეორიულ შესაძლებლობაზე გაკეთდა განცხადება პუტინის პრეზიდენტ ივან პესკოვის მხრიდან. ბზობაზე ბალისტიკური რაკეტებით სუმის ცენტრის დაბომბვა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა პირდაპირ მიანიშნებს, რომ არათუ ომის შეჩერების, ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესაძლებლობაც კი მხოლოდ ჰიპოთეტურ მოლოდინად რჩება. ვიტკოფის სანქტ-პეტერბურგში ჩასვლამდე ტრამპის განწყობის ამსახველი ფრაზა, რომელიც რუსეთის მოქმედებისადმი კრიტიკას უკავშირდებოდა, მეტყველებს იმაზე, რომ პუტინი სხვა არჩევანს არ უტოვებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. თუ როგორი იქნება ის, ალბათ ამას მალე ვნახავთ.